ამასობაში უკვე თებერვალია, შესაბამისად შეგვიძლია იანვრის ტექ-სიახლეებზე ვილაპარაკოთ და შევაჯამოთ მთელი თვე. ამიტომაც ამ ვიდეოში სწორედ მაგ სიახლეებზე ვილაპარაკებ და მოდი ეგრევე დავიწყებ საუბარს CES-ზე. ვინც არ იცით, CES-ი არის ყველაზე დიდი ტექ გამოფენა, რომელიც ტარდება ხოლმე ყოველი წლის დასაწყისში, ლას-ვეგასში, სადაც უამრავი სიახლეა ხოლმე, როგორც კონცეპტები, ასევე უკვე ისეთი დასრულებული პროდუქტი, რომლის ყიდვა უკვე შეგიძლია. და სწორედ ერთ-ერთ ეგეთ პროდუქტზე, კონკრეტულად კი Lenovo-ზე უნდა ვილაპარაკო, რომელსაც რამდენიმე საინტერესო მოწყობილობა ჰქონდა, მაგრამ ორი გამოვარჩია და იქიდან ერთ-ერთი არის მათი ახალი ლეპტოპი, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი და სტანდარტული 14 ინჩიანი ლეპტოპია, მაგრამ ერთ ღილაკზე დაჭერით შეგვიძლია ეკრანი გავზარდოთ და გამოგვდის 16.7 ინჩიანი ეკრანი. ცოტა უცნაურია ერთი შეხედვით, მაგრამ რაღაც მომენტში საკმაოდ საინტერესო ტიპია, იმიტომ რომ რაღაც მომენტში თუ არ ყოფნის 14 ინჩიანი ეკრანი, გაზრდი უფრო მეტი რამე ეტევა, უფრო მეტ რამეს აკეთებ ერთდროულად თან და მთლიანობაში რამდენიმე წლის წინ ყველაფერი იყო კონცეპტი და ეხლა უკვე შეგიძლია ამ ლეპტოპის შეძენა. საკმაოდ საინტერესოა სადამდე მივიდა ჩვენი ეს ტექნოლოგიური სფერო და ჩვენი ესეთი კეცვადი ეკრანები და შემდეგი Lenovo სიახლე და ახალი პროდუქტი კონკრეტულად არის Lenovo Legion Go S-ი. პორტატული, ეგრეთ წოდებული კონსოლია, gaming კონსოლი, რომელიც პირველ რიგში ვიზუალურად როგორც სტანდარტული კონსოლი ისე გამოიყურება, მაგრამ საინტერესო სიახლე აქვს ის, რომ 120 ჰერციანი განახლების სიხშირე აქვს და თან ცვალებადია ეს 120 ჰერცი, შესაბამისად არგებს კადრებს და თან როცა არ უჭირდება მაგალითად უფრო double hertz-ზე ჩამოყავს, რომ ელემენტის მუშაობის დრო გაგვიხანგრძლივოს და ასე შემდეგ, მაგრამ უფრო მაგარი სიახლე ჩემი აზრით არის ის, რომ ეხლა SteamOS-ზე მუშაობს მთლიანი ეს ჩვენი კონსოლი და აღარ გვაქვს ის საშინლად ოპტიმიზირებული, უბრალოდ არაოპტიმიზირებული Windows-ი. აქ ყველაფერი გასაგებია, პირდაპირ გაქვს მაღაზია, პირდაპირ გაქვს შენი library ეგრეთ წოდებული, ანუ შედიხარ, ირჩევ, თამაშობ. შედიხარ, ყიდულობ, თამაშობ. მორჩა, ანუ არაფერი არ გინდა, ოპტიმიზაცია იდეალური აქვს აკეთებული SteamOS, ამიტომაც მე მგონი ყველა გეიმერს უნდა მოგეწონოთ ეს სიახლე და ეს ახალი კონსოლი Lenovo-სგან. შემდეგი სიახლე, რაც მომეწონა, არის Auto Keyboard ქვია, ესეთი რობოტიზირებული მექანიკური კლავიატურა რაღაც მომენტში. ანუ როგორც ხედავთ, საკმაოდ საინტერესოდ და უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ამის მთავარი მუღამი არის ის, რომ ხელის გადაწევა და გადმოწევა მაუსზე ან ტრეკპედზე კლავიატურიდან არ გიწევს და ყველაფერს იქვე აკეთებ Z. ანუ ოდნავ ხელის პატარა აწევით იცვლება, მაგალითად მარცხენა მხარეს გვაქვს კლავიატურა, უბრალოდ ნახევარი კლავიატურა და თან რო აწევ გამოდის მაგ შემთხვევაში ამფედი, მარჯვენა მხარეს კიდე გვაქვს კლავიატურის მეორე მხარე და როგორც კი აწევ ხელს ოდნავ ეგრევე იცვლება და გამოდის ტრეკპედი. ანუ ძალიან უცნაური და ძალიან საინტერესო ტიპია. თან ზოგადად თვითონ შიგნით აქვს ჩაშენებული პატარა PC, ეგრეთ წოდებული, ანუ სისტემაც აქვს და შეგვიძლია პირდაპირ მონიტორი დავაერთოთ და ისე ამუშაოთ, მაგრამ ზოგადად შეგვიძლია რა თქმა უნდა ნებისმიერი PC ანუ Mac-ი ან რამე დავაერთოთ და ვიმუშაოთ ისე. მოკლედ როგორც კონცეპტი საკმაოდ კაია, წესით და რიგით მალე აპირებენ რომ ჩაუშვან გაყიდვაში, როგორც მივხვდი. Roborox-ის მტვერსასრუტი იყო კიდე ახალი, რომელსაც ხელი დაუმაგრეს. ხო, იმისთვის დაუმაგრეს, რომ წინდები აიღოს და წაიღოს გამოყოფილ ადგილას. ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ესეც როგორც კონცეპტი, მოდი ისე ვიტყვი, საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ როგორც ვიცი, მალე აპირებენ ამის გაყიდვაში ჩაშვებას იგივენაირად და ანუ იდეაში, როდესაც ალაგებს მტვერსასრუტი ჩვენ სახლს მაგალითად, რაც შეხვდება ძირს, რაც აგდია და ამ შემთხვევაში წონა აქვს 300 გრამი მაქსიმუმ, მეტი არ შეუძლიათ, აიღოს ის ნივთი მაგალითად ისე წინდა რო იყოს, აიღოს და წაიღოს და საწყობოს ესე ვთქვათ უკვე წინასწარ გამოყოფილ ადგილას. ესეც და ისე და ისე არ ვიცი რამდენად საჭიროა, მაგრამ თუ ვინმეს გჭირდებათ და დაალაგება გინდათ პარალელურად სახლის და თან მოწმენდა იატაკის, მაგ შემთხვევაში ალბათ თქვენ გამოგადგებათ. X-Real-ი ან X-Real-ი ან X-Real-ი როგორც ინდის დაუძახეთ, შეიძლება ბევრმა იცით, მაგრამ ვინც არ იცით, გეტყვით რომ არის ეგრეთ წოდებული სათვალე, რომელსაც აქვს ჩაშენებული შიგნით პატარა ეკრანები და გარედან გამოიყურება როგორც სტანდარტული სათვალე, მაგრამ შენ როცა გიკეთია, ხედავ საკმაოდ დიდ ეკრანს შენს წინ, ანუ ეგრეთ წოდებული AR, ანუ აგმენტური რეალობის მქონე სათვალეა. და ამის მთავარი მუღამი სწორედ ის არის, რომ შეგვიძლია ჩვენს ტელეფონზე დავაერთოთ და გამოვიყენოთ როგორც დიდი ეკრანი და ვითამაშოთ თუნდაც Z ან ვიმუშაოთ რაღაც მომენტში, ან დავაერთოთ კომპიუტერზე და იგივენაირად ამ შემთხვევაშიც ჩვეულებრივად გამოსახულებას გამოვიტანთ, ვიმუშაოთ, ფილმს უყუროთ და ასე შემდეგ. როგორც თვითონ კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა რამდენიმე ვიდეოში, ჩვენ გვინდაო რომ მაგალითისთვის დაერთო შენს ტელეფონს, წამოწვე დივანზე და უყურო მაგალითად რამე საფეხბურთო თამაშს ან რამე მაგდაგვარს, გაერთო საკმაოდ დიდზე გაშალო ეკრანი და დიდზე იშლება, იმიტომ რომ თვალთან ძალიან ახლოს არის ჩვენი ეკრანები და რავი, თან პარალელურად არ მოწყდე რეალობას და იქვე იყო სადაც ხარ.
ესე საკმაოდ საინტერესოა, ეს უკვე კონცეფტი არ არის, იყიდება, ამიტომაც რაღაც მომენტში შეიძლება ჩვენც გავტესტოთ. ნახოთ. და კიდე ერთი რამ, რაც ამ გამოფენაზე მომეწონა, არის სუპერ პორტატული პროექტორი, რომელიც სამნაწილად იკეცება და ისეთი პატარა ხდება, რომ შეგვიძლია ჯიბეში ჩავაგდოთ და ნებისმიერ ადგილას წავიღოთ და როცა დაგჭირდება, ჯერ ერთი მაგნიტით მაგრდება თავის სპეციალურ სადგამზე, მაგრამ რო რამე ჩვეულებრივად გავშლით როგორც გვინდა, დავაკავშირებთ ტელეფონს, ამ შემთხვევაში არც ინტერნეტი სჭირდება, პირდაპირ აკავშირებთ ჩვეულებრივად და კასტავ ესე ვთქვათ ეკრანს ამ ჩვენ პროექტორზე. 20 ინჩია მინიმალური და 80 ინჩამდე შეგვიძლია გავშალოთ გამოსახულება, რაც საკმაოდ დიდია და იმის გათვალისწინებით უბრალოდ რომ ესეთი პატარა ზომის პროექტორია. შეგვიძლია იგივენაირად კომპიუტერს დავაერთოთ, მაგ შემთხვევაში რაღაც გადამყვანი დასჭირდება, მაგრამ მე იმის გამოსახულება გადმოვიტანოთ ჩვენ ამ ხელა მონიტორზე. ანუ არ ვიცი, ძალიან მაგად მომეწონა და ძალიან მიხარია, რომ უკვე კეთდება ეს პატარა და პორტატული პროექტორები. მე მგონი Samsung-მა დაიწყო და ნახოთ Samsung-ი რას იზავს კიდე, შეიძლება წელსაც რაღაც წარადგინონ, რაღაც ინფოები დევს უკვე, ასე თუ ისე. მოკლედ CES-ზე მეტი ესეთი კი ზოგადად ძალიან ბევრი სიახლე იყო, ამ ყველაფერს ერთ პატარა ვიდეოში ვერ ჩავტევ, მაგრამ CES-ის გარეთ, რა თქმა უნდა, Samsung-ს ჰქონდა ცალკე პრეზენტაცია, სადაც S25 სერია გაგვინახლას, S25 პლუსი და S25 Ultra წარმოგვიდგინა, რომლებიც იდეაში უკვე გაყიდვაში გვაქვს, რა თქმა უნდა, ასევე მათი განხილვა უკვე ჩვენს არხზე დევს, შეგიძლიათ შეელოთ თვალი, ნახოთ, საკმაოდ საინტერესო ტელეფონები გამოუვიდა, რა თქმა უნდა, ძალიან პატარა განახლებები იყო ზედ, მაგრამ მთლიანობაში მაინც ღირსეული smartphone-ებია, როგორც სტანდარტული S25 სერია, ასევე Ultra მოდელი. მაგრამ მაგასთან ერთად OnePlus-მა გვაჩვენა კიდე მე-13 სერია, ახალი ფლაგმანი smartphone-ი გამოგვიშვა, რომელიც უკვე მე მაქვს და ცოტა ხანში მის განხილვასაც რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი სიახლე გვაქვს ის, რომ Snapdragon 8 Elite-ზე მუშაობს ეს smartphone-იც, იმ ჩიპსეტზე, რომელზეც ალბათ წელს ყველა ფლაგმანი smartphone-ი იმუშავებს. იმედია, იმიტომ რომ ძალიან კაი გამოუვიდა Snapdragon-ს, უბრალოდ Qualcomm-ს ეს პროცესორი და მთლიანობაში ტელეფონი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება, საკმაოდ საინტერესო ტიპია, ამიტომაც დაელოდეთ სულ განხილვას და მან განხილოთ და გაჩვენებთ როგორი ტიპია. მოკლედ ასე, ეს იყო ჩვენი იანვარი და საკმაოდ საინტერესო იანვარი იყო. ვნახოთ ახლა თებერვალში რა იქნება, უკვე გვაქვს რაღაც სიახლეები, მაგრამ ამ ყველაფერს უკვე შემდეგ თვეს იხილავთ. მოკლედ, მადლობა რომ გიყურეთ, დააწერეთ რომელი იყო თქვენთვის საინტერესო პროდუქტი და რომელი მოგეწონათ და რომელს გამოიყენებდით. მე დაგემშვიდობებით და ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.